მინდა გაგაცნოთ Microsoft-ის ერთ-ერთი ინსტრუმენტი Photosynth. ამისათვის შევდივართ საიტზე pilnetwork.com. ჩამოვშლით რესურსებს. ვირჩევთ Free Tools. სადაც Microsoft-ის უამრავი ინსტრუმენტია წარმოდგენილი. დღეისთვის შევჩერდებით Photosynth-ზე და მის მუშაობის ტექნიკაზე. შევდივართ Photosynth-ში. გადავდივართ სტაფილოსფერ ღილაკზე Get It Now და აღმოჩნდებით Photosynth-ის საიტზე. აუცილებელია გქონდეს Microsoft-ის აკაუნთი, რომ შევძლოთ ამ საიტზე შესვლა და ჩამოტვირთვა Photosynth-ის პროგრამის. ვაწვევით Download Photosynth და Save ღილაკით ვინახავთ. ხოლო შემდეგ კი დაინსტალირებთ. შევდივართ შემდეგ დაინსტალირებულ Photosynth-ის პროგრამაში და გვჭირდება ასევე დადასტურება მაილის პასვორდით. გამოდის ფანჯარა და ვაწვევით Add Photos. ვირჩევთ იმ საქაღალდეს, რომელშიც მოთავსებულია ის სურათები, რომლის ავტვირთვაც გვინდა. მაგალითად, საქაღალდე პირველი, ხსნით საქაღალდეს და Ctrl+A-ი ვუნიშნავ ყველა სურათს. თუკი ყველა სურათის ავტვირთვა მინდა. ვაწვევი Opens. სურათები უკვე ავტვირთულია. სათაური გვჭირდება. ვარშავას ვარქმევთ სათაურად. ეს იყო საბავშვო ბაღი. შეგვიძლია ასევე აღწერაც დავამატოთ. აუცილებლად public უნდა ავირჩიოთ და შემდეგ ვაწვევით ღილაკს Scenes. იწყება ფოტოების ერთმანეთთან დაკავშირება. Photosynth ეს არის Microsoft-ის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით თქვენი საქმიანობა უფრო შემოქმედებითი გახდება. 3D ტექნოლოგიების გამოყენებით გზა იხსნება სწავლების პროცესისათვის. ვიწრო დეტალური ინფორმაციის მაგივრად Photosynth გვთავაზობს ფართო, მრავალი კუთხით საგნების და ადგილების შესწავლას. მისი საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ რესურსები, რომელსაც ყველას გაუზიარებთ. მოსწავლეთა უმრავლესობას კამერიანი მობილური ტელეფონები აქვს, რომელსაც კარგად გამოვიყენებთ სწავლის პროცესში. მაგალითად, როდესაც ხართ ექსკურსიაზე, ან პროექტის მსვლელობისას იღებთ ფოტოებს რამდენიმე ფოტოაპარატიდან. რა თქმა უნდა, ერთი და იგივე ადგილის გადაღება მოხდება სხვადასხვა რაკურსიდან. სურათების ერთად თავმოყრისას Photosynth გვაძლევს საშუალებას რეალურად ვიმოგზაუროთ 3D განზომილებიან სივრცეში. ამიტომ შექმენით თქვენი გამოცდილება, ის ძალიან მარტივი გასაკეთებელია და საკმაოდ დიდი შედეგი მოაქვს. Photosynth თავად დაალაგებს სურათებს და მოგცემს 3D ტურის იმიტაციას. როდესაც საკლასო ოთახში ღონისძიებები და აქტივობები იგეგმება, მისი 3D ტექნოლოგიების წარმოდგენა აცოცხლებს აქტივობებს. ასე რომ პროექტები ცოცხლდებიან ვიზუალურად, იმდენად საინტერესო დეტალებია მონიშნული და გამოკვეთილი. დამთავრდა სურათების ერთმანეთთან დაკავშირება. ვაწვევით View ღილაკს. როგორც ხედავთ, შეგვიყვანა საიტზე, სადაც უკვე ჩვენი ფოტოები ავტვირთულია და ერთმანეთთან კავშირიც უკვე დადგენილია. ნახოთ, მოდით როგორ დააკავშირა Photosynth-მა ფოტოები. საოცარი საბავშვო ბაღი ვიხილეთ ვარშავაში. ყოფნისას ეს იყო Science-ის ტიპის საბავშვო ბაღი. როგორც ხედავთ, გაცოცხლებული სურათებია წარმოდგენილი და კავშირები ფოტოებს შორის ნათლად არის გამოკვეთილი. ასევე შეგიძლიათ შექმნათ პერსონალური პანორამა თქვენი საკუთარი საკლასო ოთახის, სკოლის, სოფლის, ქალაქის შესახებ და გაუზიაროთ სხვებსაც. Photosynth იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ვირტუალური ტური განათავსოთ სოციალურ ქსელში, მეგობრებს და კოლეგებს წარუდგინოთ, ასევე საკუთარ ბლოგზე მოათავსოთ.
ნახოთ use image ვაწვევით და save ღილაკი. Save ღილაკით შეინახება ჩვენი ფოტოსინთი. შევდივართ My photosynthesis განყოფილებაში და აი ეს იყო ის ჩვენი ვარშავას საბავშვო ბაღის. ასევე შეგვიძლია პლუსით ახლოსაც მოვიტანოთ ფოტოები და მინუსით short. აგერ კოდი, embed კოდი, რომელსაც შეგვიძლია მივაბად ჩვენს ბლოგს. მაქვს მე ბლოგზე განთავსებული. ვიზუალურად როგორია. საკმაოდ კარგი ეფექტი აქვს ბლოგზეც. ასე რომ განაახლებთ თქვენი სასწავლო მასალები, რომელიც გათვლილია მოტივაციის მიმცემ ვიზუალურ ინფორმაციაზე და დიდი მადლობა Microsoft-ს ასეთი საინტერესო და კარგი ინსტრუმენტისათვის.